ზოგს მე გიამბობ ჩემს დარცა, ზოგი შენ გამიზიარი. ნდობა ყველაზე დიდი პატივისცემა, რაც ადამიანის მიმართ შეიძლება რომ გამოხატო. თან კარგი ტიპია სტუმარი. არასოდეს 1001 ქვით მე იქ არ მივალ. უგულობას საშინელი დაავადება. არ მეყოლება 1000 მოკლული ოჯახში. პიროვნებას ქმნის არჩევანი. ასე იმარჯვებს ხოლმე გენები აღზრდაზე ზოგჯერ. კაი ბიჭი იყო სანამ მარჯვენებს ჭრიდა. ამის გამო ჩემი ქართულის მასწავლებელი კუთხეში დამახინებდა. ჩემი ქართულის მასწავლებელი დამიწუნებდა აღზრდას. ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა საზოგადოებამ, ჩემმა თემმა არ გამრიყოს. გაუნათლებელ ადამიანს არ უყვარს თავისუფლება, ეს იზღება. აზროვნების პროცესში შესული ხალხი ყოველთვის საშიშია. საშიშები არიან ვაჟას გმირები. ნუ მოკლავთ, რადგან მაინც ვერ მოკლავთ. სხვა შორის ვაჟა გულუბრყვილო ოპტიმიზმით არ ამთავრებს. ის რომ ასე ადვილად ტყუდება ტელევიზორით ადამიანი დღეს, იმის ეშინიეთ მე და თქვენაც ერთ დღეს ვალუდებათ არ ვიქცეთ. აი ამ ექსტრემალურ სიტუაციაში გულს დაუჯერო და არა მთელ ამ კაცობრიობის შლეივს. დღეს სტუმარი ეგ ჩემი, თუ სხვა ემართო სისხლისა. შევთანხმდით, რომ სტუმარ მასპინძელზე უნდა გველაპარაკოთ. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე და სანამ წიგზე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იაქტიუროთ კომენტარებში, მოგწეროთ რომელი წიგნის განხილვა გსურთ. ასევე მადლობა ვუთხრათ ჩვენ სპონსორს მთის წყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და ერთი წიგნის სპონსორი. მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს ჩვენი სპონსორობისთვის. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, ხოლო თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. გეტყვით, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ ტექსტზე, ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელზე და ამ ტექსტზე გვესაუბრება მთელი საქართველოს საყვარელი ქართულის მასწავლებელი ქალბატონი რუსიკო მეგრელიშვილი. ხმამაღლანა თქვამია. ნუ ჩვენ ასეთი გაგიმხელთ შიდა სამზარეულოსაც, რომ სანამ ამოვიარეთ კიბეები, თავისი მოსწავლე აქაც კი შეხვდა, ასე რომ ჩვენს სივრცეში ასე რომ არ არის ხმამაღალი ნათქვამი. დიდი მადლობა მოსვლისთვის. მადლობთ მე. და ჩემი მიზანი არის ვაჩვენო ჩვენს მაყურებლებს, ხალხს ვისაც უნდა რომ იმედი ჰქონდეს, რომ მომავალი მართლა ჩვენია. რომ ყავს მასწავლებლებს ძალიან ბევრი მოხვდათ არჩევნების დროს და სხვა დროსაც, მაგრამ მე მინდა ვაჩვენო, რომ ყავს ძალიან კარგი ქართულის მასწავლებლები და ასევე იმ მასწავლებლებს, რომელსაც აინტერესებთ ტექსტები როგორ უნდა ასწავლონ სკოლაში. შეიძლება სასარგებლო საქმე გამოგვივიდეს და ვისაუბროთ ტექსტზე, რომელიც ჩემი აზრით თუ კარგად გვეცოდინება, შეიძლება ბევრი რაღაცისგან დაგვიცვას, ბევრი რამე გვასწავლოს და თუ ჩვენი modus vivendi გახდება, ეს შეიძლება ავშორდეთ იმ კონფლიქტებსაც, რომელიც ახლა საზოგადოებაში მწიფდება. და თქვენი არჩევანი იყო, მე ყოველთვის სტუმარს თხოვ ხოლმე აირჩიო საყვარელი ტექსტი და მინდა რომ დავიწყოთ, რატომ აირჩიეთ ეს ტექსტი და რატომ გონიათ მნიშვნელოვანი დღეს ამაზე საუბარი. ძალიან მოკლედ გიპასუხებთ ამაზე, იმიტომ რომ ვაჟა კარგია ეს ერთი ძალიან ტრივიალური პასუხი და მეორე მხრივ აი თანამედროვეობაში რაც ყველაზე პრობლემურია. ხო? ადამიანი გახდა ნაკლებ ემპათიური. ხო არის ჩვენი საზოგადოებაც სხვა. ნუ ახლა გარკვეულწილად იტყვიან ეს ტექნოლოგიების ბრალია, ეს თანამედროვე ტემპის ბრალია, მაგრამ კიდევ რაღაც აუხსნელის ბრალია, ესა უგულობა. უგულობა რაც არის საზოგადოებაში. მაგრამ რადგან დაიწერა მაშინ, ესე იგი მაშინაც იყო ეს პრობლემა. წერალი ეს არის აბსოლუტურად მარადიული პრობლემა, მაგრამ აი მე რატო ავირჩიე ვაჟა. ხო? დრო ყველაზე მეტად აი ეს ეხმაურება ზუსტად ვაჟა სტუმარ მასპინძელი, აულდა ქეთელაური, ნუ სხვაებიც რა. ზელაპარაკი, აი ეხმაურება იმ პრობლემას, პასუხობს ამ პრობლემას. ხო? უგულო კაცი ვერ კაცობს. აი რუსთაველიდან მოდის ჯერ კიდე ნათქვამი თითქოს აი ფორმულასავით. ანუ ადამიანი არ არის ადამიანი, პიროვნებას ქმნის თავისი ემოციები, გული და ამ გულით უკავშირდება დანარჩენ სამყაროს. ვაჟას გმირები ჭეშმარიტებას პოულობენ, ექსტრემალურ სიტუაციაში ხდება ყოველთვის ეს და პოულობენ არა გონით, არა
კითხვით, მსჯელობით, საუბრით, არამედ პოულობენ პირდაპირ გულის თვალით ხედავენ სამყაროს. აი ალდო ქეთელაურის ეს სიტყვები სულ მახსოვს მე, ალუდათი დავიწყებ ახლა. გული გამიწყრა არაქნა, რაც საქნელია ძნელად. ვერ გავიმეტე მუცალი მარჯვენის მოსაჭრელად. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება დადიოდა აი ამ საშინელი კანიბალისტური ტრადიციით და თავსნებას ვაძლევ სიტყვა ვიხმარო, იმიტომ რომ აი მე აღწერილი ეს სისხლის მიზღვის ტრადიცია თუ მარჯვენას მოკვეთის ტრადიცია ზუსტად კანიბალისტურ სცენად აქვს გაზრებული, ხო? აი უცებ ხდება კაი ვაჟკაცის, კაი კაცის დანახვისაც ეს სრულიად სხვა ადამიანად იბადება. ოღონდ გულითაა ეს. გული მისვდა. გული გამიწყრა არაქნა, რაც საქნელია ძნელად. და დაიტირა ცრემლით. რა ვიცი, ბავშვობაში მახსოვს რობინზონ კრუზოს რო კითხულობდი, პარასკევას ცრემლი შეამჩნია რობინზონმა და იტირე, ესე იგი ადამიანი ყოფილხარ. ცრემლი ქმნის ადამიანს, ემოცია ქმნის ადამიანს, გული ქმნის ჩვენს გარემოს დღეს აკლია ზუსტად ეს. უგულობას საშინელი დაავადება. კი, და ეს ცრემლი რო არ გამოიწვიოს, პროპაგანდის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ დეჰუმანიზაცია, როგორც პროგრამა, იმიტომ რომ ცრემლი არ მოგადგეს, მოწინააღმდეგე დაიყვანო არა ადამიანზე, არამედ რაღაც არსებაზე, რომელზეც ცრემლი არ უნდა მოგადგეს, იმიტომ რომ როგორც შესანიშნავად აღნიშნეთ, თუ ცრემლი მოგადგა, ესე იგი იქ შესაძლებელია კონფლიქტის გადაჭრაც. და აქ 1893 წელს დაწერა ვაჟამ გამოაქვეყნა ეს ივერიაში თავიდან სტუმარ მასპინძელი. ალუდა ქეთელაურის და სტუმარ მასპინძელიც რაღაცნაირად დაპირისპირება არის ტრადიციებთან, რომელიც ალბათ უცნაური იმისთვის, ვისაც ვაჟა სტერეოტიპულად ესმის, რომ თითქოს აი რაღაც ფაფახით ხო და ქართული იმით პათოსით, მაგრამ ეს ქართული პათოსი სინამდვილეში ის არის ზუსტად რასაც ალუდა ქეთელაური და ჯოყოლა ალხასტაიძე განასახიარებენ, ხო? და ადამიანი არის ზუსტადაც მისი არჩევანი. რა არჩევანსაც აკეთებს, ამას არისტოტელე გვასწავლის, რომ გმირი იქმნება არჩევანი. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის წინაპირობა. პიროვნებას ქმნის არჩევანი. კი. და რა არჩევანი გააკეთა გმირმა, ხო? და დავიწყოთ თავად პოემაზე საუბარი. აი თქვენ როგორ ასწავლით ამ პოემას სკოლაში და რომელ კლასში, როდიდან თვლით, იმიტომ რომ ერთი ქართულის მასწავლებისგან მოვისმინე ასეთი მოსაზრება, რომელსაც ნაწილობრივ სიმართლე რო გითხრათ, მეც ვეთანხმები, რომ 12-13 წლის ასაკში და უფრო ადრე შეიძლება ადამიანი არ იყოს მზად, აი ასეთი მორალური დილემების გასაგებად და მისაღებად, ალბათ ძალიან ჭირდება მასწავლებლის დახმარება ასეთ დროს, რომ აი ეს პრობლემატიკა გაიაზრო 12 წლის რო ხარ, რომ ტრადიციას და რაღაც აღზრდის მეთოდს და კულტურულ კოდებს ებრძოლო ცოტა. იჭირე ბავშვი ყველაფრის გააზრებას მოახერხებს, როგორ მიაწვდი ეს ამ ხო, აი როგორ აწვდის თავის დონეზე, ასე ვთქვათ, და თავისი თუნდაც მცირე გამოცდილების შესაბამისად. ბავშვების პრობლემა კიდე სხვა არის. აი ვაჟას არაჩვეულებრივად აქვს, იცით, ხანდახან გაკრთება რაღაცა სილუეტივით. ბავშვი. აი იგივე ალუდა ქეთელაურში. რა მოდელებით იზრდებიან ბავშვები? როგორ რეალობაში იზრდებიან, ვისაც მტერობა მაუნდეს გააღოს სახლის კარია სისხლდა იგუბოს კერაში თვითონაც შეგვემდგარი ეღვინოდაც იმას დალევდეს პურადაც მოსახმარი ცოტა გამოვტოვებ სისხლში აქონდეს ქორწილი გვერდს მაიწვინოს ძალია სისხლში იყოლოს ბალღები ბევრი ვაჟი და ქალია იქვე საფლავი გათხაროს ნუ ესაა ჩაკეტილი წრე მოკლედ მათი არსებობის მაგრამ აქ საინტერესოა რომ აი ამ სასიკვდილო იავნანაზე ასე ვთქვათ იზრდებიან ბავშვები, თაობები. ნუ რა არის სათქმელი? მამა შენ მამდენი მოკლა, პაპა შენ მამდენი, აბა შენიცი. ანუ უნდა გაუმჯობესოს მან, რა თქმა უნდა და წინ წავიდეს ცხოვრება. და ამ ფონზე, როცა ალუდა ქეთელაურს აკდებენ თემიდან. ჩვენ ხედავთ ეს საზარელ სცენას, ყველაზე პიკი ჩემთვის ეს არის, სხვათა შორის. იმას არაფერი არ იშველება, არც უშიშას, არც ბერდიას, არც იმ სასულიერო პირს, რომელიც
რჯულის სახელით ალუდას გონსმოდი ქრისტიანი ხარ. არ ეშველებათ. არცაა საჭირო დიდი მცდელობა ვთქვათ, რაღაცა ჩვენი ძალისხმევა რაცა. ნუ რაღაცა შეიძლება შეეძრა ცოტა, მაგრამ მაინც. აი იმას რა ეშველება, როცა ქისტის მარჯვენას ბალღები დაბლაათრევენ კავით. თამაშობენ ბავშვები ქისტის მარჯვენათი. ეს არის მამაკაცობის და ვაჟკაცობის იდენტობის სიმბოლო და აქაც სტუმარმა სპინძელში ძალიან ლამაზადაა გამოჩენილი ეს ბავშვები, ოდნავ თითქოს გამოჩნდება ბავშვების სილუეტი და ხრება მაშინ, მაგრამ მე გაგვაფრთხილა. შევდივართ ქისტეთის სოფელში, შევიდნენ კოშკები და აღჭდა, აქა-იქ ყეფენ ძაღლები, კარებში იცქირებიან ცნობის მოყარე ბალღები. აი ცნობის ბავშვი ძალიან ცნობის მოყარეა სამყარო შეიცნობს, ხო? დრეული ასაკიდან და აი ცნობის მოყარეა. ბალღები ზუსტად ესწრებიან იმ საშინელ სისხლიან რიტუალებს. ეს არის რიტუალური მკვლელობა, რაც ხდება რა, დავარქოთ მოვლენებს თავის სახელი ზვიადაურის საფლავზე. აი ეს არის ზუსტად გაფრთხილება, რომ თუნდაც ინფორმაციის ადამიანო რა ჩადიხარ ადამიანი. ინფორმაციის დონეს ბავშვი აი ამაში რომ იზრდება საფლავზე დაკლა და მერეთან იქ ხო ასე გაკვირთ ვაჟა ამის დიდოსტატია რომ იმდენი ყავდა თვითონ ამ ზვიადაურსაც მოკლული რომ აი რომელ საფლავზე მოეკლათ კიდე იმდენი ანუ აი ამაში საფლავში ჩალალა ბევრქის მააჭრა მარჯვენა და ეს ამაში რომ იზრდება ბავშვი როცა აი ამას ხედავს ხო ამდენი საფლავი ამ ტერი იდენტიფიცირებული და მერე ამ კვლელობის რიტუალები ტრადიცია მართლა ძალიან რთულია. დახვეწილი ყველაზე ცინიკურად რო ვთქვა. კი, დახვეწილი თავის წესები რომ იქ თუ ვთქვათ არ შეეშინდა და არ ხომ ვაშკაცობა შეინარჩუნა ბოლომდე არც ითვლება მოკლულად რაღაც საოცარი დისტანცირება რომ მოახდინო აქედან მართლა რა საზარელი სცენებია რაც იყო ყოველდღიურობა ხო იმიტომ რომ ადამიანის გონება მაგასაც ეჩვევა ხა ყოველდღე კლავით თუ ათამაშებ აგერ თბილისის სკოლის ბავშვებს ღმერთმა დაგვიფაროს რაღაც დროს ესეც ისევ გახდება ჩვეულებრივი არც უმაგისობა ხო და რა ვიცი თავიდან აი საერთოდ ვაჟას თავისებურება ის არის რომ აი ადამიანის იმედს არ კარგავს. აი მე მკაცრად თქვი ახლა ბერდიას არაფერი არ ეშველება. ვაჟა ამას არ გეტყვის. ადამიანში ყოველთვის ეძებს რაღაც პატარას. საიდანაც შეიძლება ამოვიდეს ასე ვთქვათ პირიმზე. ფინალში რო. ნუ მე საერთოდ ასე ვაკეთებ და ასე გამომდის რომ მიყვები სიუჟეტს და აქტივდება თანდათან აქცენტები რაზე გაკეთდეს ნუ ყველაფერი იწყება იმითი რომ როდესაც წინა ისტორია არ იცი ჯოყოლამ არ იცის მაგალითად ზვიადაურის ისტორია ზვიადაურმა არ იცის რომ ეს ის კაცი იყო ძმის მკვლელის სისხლი მაგრამ მაინც ხორისკავენ ალბათობა ხო არსებობს აი პირველად თუ ერთმანეთს ხვდებიან რომ პირველად საკმაოდ ესე განსაკუთრებით ზვიადაურზე პატარაობაში პატარაობაში მიფიქრია რომ ზვიადაურმა რატომ გარისკა რატომ მოიტყვა გასაგები რატო გარისკა საერთოდ რო გაყვა ხა იქ დარჩენა ჯობდა მე მგონი ხამე ვიდრე აი იმ საკუთარ ტრულ ბანაკში ესე შესვლა მაგრამ ამაშია პირდაპირ რო თქვა მისი ვაჟკაცობა და ღირსება ხო და მე როცა იზრდები ხვდები რომ ვაჟკაცობა გაყოლა ყველაფრის გეშინოდეს იცით რა თავიდან ყველაფერი აგებულია იმაზე რაზეც რეალებს დედამიწა დგას ეს ანდობა ადამიანებს შორის ჩამოყალიბდა ესე მათ არ იციან ერთმანეთის ისტორია ამიტომ ადამიანებს მოეწონათ ერთმანეთი და ბევრი რამ იყო ისეთი ზვიადაურში პირველ სავაშეხვედრისას რომ მოგწონებოდა ბევრი რამ იყო ჯოყოლაში ისეთი რომ აღთვალებული ყავი აი მაგალითად იცი დიდი ვაჟკაცები არ ტრაბახობენ და არ ტყუიან ესე რაღაც თავიანთ 8 წელზე და თავიანთ თავგადასავლებზე ხო მარტივად კაცი ყვება რომ აებნა გზა რომ თავის მოკლას ლამობდა კინაღამ გადაიჭეხა და რომ დარჩა ნანადირევის გარეშე და ეხლა დაახეტიალობს ასე უგზო-უკლოდ უცხო მხარეში ხო აი აქ შეხვდა ეს კეთილი მონადირე წარმატებული მონადირე ხო და აი ძალიან წრფელად თავაზობს რომ აი ისე კი არა რომ მე მაგარი ვარ ვინადირე
და მაქვს ნანედი. ხო, არ არის ტრაბახი, ხო, არა. დელიკატურად თავაზობს, რომ შენ გეკუთვნის, იმიტომ რომ ეს სიმბოლურია, რომ შემეფეთე ამ დროს, ამიტომ გეკუთვნის წილი. ისიც ძალიან ისეულად პასუხობს, რომ არ მეკუთვნის, იმიტომ რომ სადაც არ მიხნავს, იქ მკოე სადაური. და მტკიცებს იქ მონადირის წესია ლაპარაკი, ეს არ არის ამ წუთში ძალიან მნიშვნელოვანი. და აი დაპატიჟების ფორმა მომწონს მე ძალიან. ნახეთ, ამაღამ ჩემთან წამოდი, სთავაზობს და ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა, ზოგი შენ გამიზიარე. ეს არ არის უბრალოდ თავშესაფრის შეთავაზება და რომ ამაღამ ჩემთან გაათენე. ხო, გაათენე და აი ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა, ზოგი შენ გამიზიარე. ანუ აი ხა მოცემულია, აი ესეთი მოცემულობა გვაქვს, ადამიანები არ იცნობენ ერთმანეთს, ენდობიან და მოსწონთ ერთმანეთ მოწონება, გაცილებით უფრო ძლიერი გრძნობა ვიდრე სიყვარული. რა თქმა უნდა, მეც გეთანხმებით ამ. ეს- იმიტომ რომ დამსახურება ჭირდება. რა თქმა უნდა, მოწონებას დამსახურება ჭირდება ძალიან. დაიმსახურეს ურთიერთპატივისცემა. და ამაზე ერთუც გაეცნენ გზაშია მერე ნათქვამი. მერე იქეთ რა თავდაყირა დგება ყველაფერი, აქ გამოჩნდება ვინ არის უკვე. ძმის მკვლელი სისხლის მაძიებელია ჯოყოლა თუ რაღაც კიდე სხვა. ხო, იმიტომ რომ თავიდან შეიძლება ხო. მოგეჩვენოს რომ მოგეჩვენოს რაღაცა ხო. რაღაცა ისეთივეა როგორც სხვები, როგორიც სხვები. აი ასე მე მათ ვეძახი პროპაგანდით ტვინ გამოურეცხავ რა ადამიანებს. თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სულ მახსენდება აი თითქოს რამოსატანია შექსპირის რომეო და ჯულიეტა. მე უნდა მძულდე როგორც მონტეგი, უნდა მძულდე როგორც კაპულეტი. აი არ იცნობდნენ ერთმანეთს და შეუყვარდათ ერთმანეთი და უცებ იბერდება ეს საოცარი პატარა გოგოს მონოლოგი. შენი გვარი მტრობს მარტო და შენ არ ხარ მტერი. შენ არ ხარ მტერი სრულიადაც არ ხარ მონტეგი. მაინც რა არის ეს მონტეგი? ისაც ხელი არც ფეხი არც რაიმე ნაწილია ადამიანის. დათმე რომეო, შენი გვარი და სამაგიეროდ მე წამიყვანე. აი ეს კაპულეტები საევნიდან რაც ხდება. აი იქაც იგივე ხდება, მოეწონათ ადამიანებს ერთმანეთი. მე ცოტა შორდები მას, რომ აქ არის მარტო ტრადიციას ძვალსა და რბილში გამჯდარი სტუმარ მასპინძლობისა. აქ არის ურთიერთმოწონებაზე აგებული. აი თუ გახსოვთ როგორც კი შედიან და კოშკები დაჩნდა, აქ ყეფენ ძაღლები კარებში, ცნობის მოყარე ფალყები ესე ვთქვი და მაშინვე ცოლს ეძახის ძალიან თავმომწონეთ, გამოიხედე კარში, ეთყობა თავმომწონება, მასპინძელს საუბარია, ის სტუმარი მოგვარე ღვთისმსწავლობაა ჩვენზე და თან კარგი ტიპია სტუმარი. და თუ გახსოვთ მეორე დღეს ძმად გაფიცოს აპირებდა, ხო? აპირებდნენ ხო. კი და აი ამდენად ეს იგი იარაღის ჩაბარება, ის რაღაც დეტალებიც რაც მე მოყვება ამ სტუმრობას, ხო, ეს ძალიან. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ნდობა ალბათ ყველაზე დიდი პატივისცემა, რაც ადამიანის მიმართ შეიძლება რომ გამოხატო. მით უმეტეს ძალიან ცოტა ხნის წინ განცნობილი ადამიანის მიმართ, ალბათ ეს რაღაც უფრო მაღალ ვიბრაციებზე ხდება, ხო? ეს უეცარი მოწონება. ერთი ნახვით დამეგობრებად თუ არსებობს, თუ ერთი ნახვით ნუ იცით რა არის? მაგრამ მე ბევრი დეტალი მოყვება, რაც შინაგანად ადამიანები გრძნობენ ერთმანეთს. ეს ხო არის რაღაცა გაგაწყობს ადამიანი რო შეხედავ, ხო? და მე არის ძალიან საინტერესო მომენტი, როცა ზვიადაური აღმოაჩინა იქ სტუმარმა, ხო? აი აქ ჩაირთვება უკვე სხვა რაღაცა, ეს არის ვანდალური საზოგადოება, შეკრული, თემს რაც წადიან, მას იზამს თავის თემობის წესით და რომელზეც არ მოქმედებს ზვიადაურის ქარიზმა. არავით არის. ეს სხვათაშორის ქარიზმაც სწორად ახსენეთ, ვაჟაც გმირები არიან საშიშები ძალიან. საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები, მათ აქვთ ძლიერი ქარიზმა. ხა მოუკლავ ზვიადაურიც ჩამოსული სვეტა და თუ გახსოვთ აი როგორ დასტირიან ამ ზვიადაურს ხევსურები. თქვენსავე ძეპირად არ ვიცი ესე, მაგრამ რა ხდება ზუსტად? ეს არავითარ დამსახურება არა, ესე მეზებირება ხოლმე. ხოდა ეს განსაკუთრებული არა. ხა უნდა ჩავრთო რომ სხვათა შორის ბოდიში ლირიული გადახვევისთვის, მაგრამ თავარი შიში ახლა აი ამ ჩვენი მომდევნო თაობის მიერ დაზეპირების უნარი საბოლოოდ ქრება.
არათუ ლექსების ტელეფონის ნომერსაც ხო ვეღარ ვიმახსოვრეთ ხო და ეს ასე რომ ასე ხელწამოსაკრავი უნარი არა ეს არის სრულიად მტკივნეული პრობლემა რა რაც ძალიან ახლა თქვენ ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა იკარგება ამითი ლექსიკა და იკარგება იცით თვითონ აი მაგალითად ლექსი ხო ჯავიკითხე განვიცადე ვნახე არ მახსოვს რაღაცა დამეუფლა აი ეს გჭება ვთქვათ გალაქტიონის რა დროს რომანსე როა და ხო რაღაც ესე გამოდის ხო ვინც ვერ მიმახსოვრებთ ლექსებს ასე ვართ კი რაღაც ემოციის დონეზე მაგრამ ნუ იქ დეკონსტრუქციით შეიძლება დაიმახსოვრო კი მაგრამ რაღაცა პასუხს მოგცემს ალბათ თანამედროვე ტექნოლოგიები რომელზეც კი რაღაც იქნება ხო ეხლა თვითონ ამ თემს რაც შეეხება ხო აი ალდო კეთილაურის თემი ეს ნაჩვენები შატილს ჯერას ჩასწოდენია შუქიშო ადგის მისისაო აი ეკაც კისტეთი ბნელეთში მთლიანად დასაწყისშივე ხო ჩანს აყეფებული მდინარე აი მის გაგრძელება ხო დაბოღმილი თები რომლებიც სისხლს ვერ იხდენენ ტანზე და ხელპისიბანდნენ წყალზე და ხო რომელიც ხო უნდა განწმინდოს მდინარე აი ყველაფერი ამის სიმბოლოა და ყველაზე მეტად იცი აი ორ რაღაც პოლარულ პათოს შორის მიდის სიტუაცია ესე იგი უკიდურესად ლამაზი და უკიდურესად მახინჯი აი სრული აი გაღმას ჩანსკისტი სოფელი არწივის ბუდასავითა სამო არის საცქერლა დიაცის უბესავითა და იქვე სოფლის თავს ზინავს შავს ნისლსა და ნისლი ვიცით ახლა ნისლი ვიცით რაცა ბოლოში გამოჩნდება ეს ნისლი და კუნაპეტი და საშინელება ყველა დროის და ყველა სივრცის მე მგონი ხო კი ხო და ხაკ არის საზარელი კვლელების სამყარო შეიძლება ჯოყოლაც შეიძლება კი არა ნაწილია ამ სამყაროში მაგრამ ზვიადაურიც ხო ნაწილია ზვიადაურიც ნაწილია აი თემის გადასახედიდან რო შევხედოთ ერთი წუთი გამოვეთიშოთ სუპერ გმირებს და შევხედოთ თემს რომელსაც ნუ ოჯახი არ არის რომ ვიღაც არ ყავდეს მკვდარი და ალბათ ჩემთვის პირადად ყოველთვის გამოწვევა არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში საზოგადოებაში უფრო სწორი სიტყვა ამ შემთხვევაში ქვეყანაზე უფრო საზოგადოება სადაც აი ამ არჩევნის წინაშე არ დავდგები რომ ყველას უნდა მივუტევო თუ არა ნუ არ მექნება აი ეს არ მეყოლება 1000 მოკლული ოჯახში რომლის ყველასაც მე უნდა შეხო შეიძლება აი რაღაც ბევრად უფრო მოწესრიგებული და სანდო საზოგადოება მყოდეს სადაც აი ესე ან თემის წევრია და ბრბოს წევრი არ უნდა ვიყო რომელსაც სისხლის წყურია გადატანილი ან გმირი რომელმაც ნუ უნდა დავიტიო ეს რომ ვაპატიო ჩემი შვილის მკვლელს ამას ვამბობ, აი ესე თემის გადასახედიდანაც ახლა ყველა ზვიადაური და ჯოყოლა ხო არ არის. ჩვეულებრივი ადამიანისთვის რა რთულია, რომ იცის, რომ სოფელში მოვიდა ადამიანი, რომელმაც გაამწარა ის. კი. ხო, მაგრამ ვინ და ყველაზე მეტად შეიძლება мотиваცია ჯოყოლას ქონდა ახლა, მაგრამ პრობლემის რაც ძანეთ თქვენ ამის პასუხი არაა, მაგრამ ყველაზე მეტად мотивირებული შეიძლება იყოს ჯოყოლა იქ სავარაუდოდ აღაზას ძმაც შეიძლება ზვიადაურის მოკლულია ისე საყვედურებს მიცვალებული ხო და არ არის გამორიცხული რომ ესე ანუ მასაც აქვს თავისი мотиваცია მაგრამ ის არაჩვეულებრივი ადამიანები არიან ის არაჩვეულებრივი ადამიანები რომელსაც სახელები არ დაარქვეს და თემის წევრები არიან მათთვის ძალიან რთულია და ალბათ ვაჟასაც უნდოდა და ჩვენ ძინარ არ ვიცხოვროთ ასეთ რთულ საზოგადოებაში სადაც აი ამ დილემების წინაშე არ დავდგებით ერთი რამ არის ძალიან საინტერესო ამ თემთან დაკავშირებით. ნუ თავიდან იწყება ეს შეჭრით. ერთი წუთით არ გიფიქრია იმაზე, რომ ეს კაცი სტუმარია და სტუმარმასპინძლობის წესით ისევე საკრალურია, ისეთივე, როგორიც თქვათ, ეს სისხლის მიზღვის ყველაზე კატასტროფული ფორმით გამოხატული კი, ხო, ტრადიცია. ეს ყველაფერი არის იცით რა, აქ ინდივიდუალური დამოკიდებულება მე თქვათ ვიღაცა რომ ქვია ან შენ ვიღაცა რომ ქვია არა გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური დამოკიდებულება რატომ აქ არის კოლექტიური ცნობიერება კოლექტიური სამართალი კოლექტიური აზროვნება და ყველაფერი ამას რელიგიურს პლუს ადათობრივი ნორმები ქვია ერთი სახელი რჯული მორჩა ეს რჯული და რჯულის კანონი უნდა რა თქმა უნდა მე არ ვიცი ახლა
ალდა ქეთელაულში რომელ ქრისტიანობაში ამოიკითხა სასულიერო პირმა ეს რომ გძულდეს მტერი შენი და არ იქა მოჯერი მარჯვენაო მაგრამ ალდა ქეთელაული მანამ მაბადია ცოტა ემათვიტყვი რა ჩემო შუც რო ველაპარაკები კაი ბიჭი იყო სანამ მარჯვენებს ჭრიდა ეხა ცუდი და ოროსანი ბიჭი გახდა რა კი კურატი მიიყვანა რო შეეჭირა ლამაზი ძმისთვის რას ქვია ლამაზი ძმაო რას ბედაო აი იგივეა გონსმოდი ქრისტიანი ხარ ურჯულოვდები მაგით აი ქრისტიანობის ტირაჟირება რითი ხდება ისე როგორ ვაჟამაკაც დაიცვა თვითონ ეს რაღაც უმაღლესი სამართლიანობა რომ ერთი გმირი არის ქრისტიანი რაინდი ეს არის სრულიად მაგ აღაზა იყო მთავარი ეს ქისტის დიაცი ლამაზი ეს უნდა შექმნილიყო ქართულ ლიტერატურაში საოცრება როგორ იცი საოცრება მე რაღაც მეჩვენება ცოტა სიტყვა გამექცა ახლა სულ არა ეს ჩვენი პოდკასტი გვაქვს ასე რომ რაც უფრო გაგვექცე უფრო საინტერესო რაც უფრო ხო გავიქცევით ხო და მაშინ გავიქცეთ აღასასკენ მე რაღაცნაირად მგონია რომ ჯოყოლას ამ საბოლოო კათარსისში აი ხდება ხო ეს რაც თავიდან იცავს სტუმარს არჩევანი გრძელდება აი ორ სიტყვაშია გამოხატული შეგარყევს ეს ვაშაკაცო ჯოყოლა ცოტა შეფიქრდა რომ შეუძახებენ თვითონ მან მოკლე შენი ძმა არყიანებში თოფითა ხო გული როგორ არ გერევა მაგ გიაურთან ერთად ჯდომითო აი ესე რომ მიაძახებენ ახლა სამაგი მტერია ხო ეთნიკური რელიგიური და პირადი ხო აი ჯოყოლას მთელი არჩევანი ამ ზექსტრემალური სიტუაცია როგორ გინდა კაცო ქისტი ხარ და ძმის მკვლელი სისხლი გწყურო და აგერ 2 საათის წინ ალბათ არა და როგორ გინდა რომ ეს უცებ გადახარშო ხო რაღაცის კარნახი რო ახსენეთ ალბათ ეგ გახარშინებს აი ეგაა ზუსტად ცოტა შეფიქრდა პერსონალური წაესო თითქოს ნატყორცნის არის այդ გულის კოვზე და ესო მაგრამ აი კარგ რაღაცას ამბობს გეთიცით ეგ სწორი იყოს იქნება რა გინდათ მითხრათ მაგითა მით ვერ მიაბამ თქვენს ფიქსა ჩემს გულის თქმასთან ძაფითა გული მე სხვა რამეს მეუბნებაო ხო დღეს თუმარი ეგ ჩემი თუ სხვა ემართო სისხლისა ტრადიციას მხოლოდ გული დაამარცხებს ჯოყოლა ერთი წუთით არ ფიქრობს რომ თვითონ არ ხვევს ის მთლიანად დარწმუნებული რომ სრულიად თემი შეიშალა და საკუთარ ჯულის კანონს ანუ პრიორიტეტები მისთვის ასე ლაგდება და თემისთვის ისე ლაგდება. ხო, თემს თავისი ტრადიციული პრიორიტეტები აქვს. ტრადიციების სიაშიც ხო არის პირველი, მეორე და მესამე მნიშვნელობის ტრადიცია. და პრიორიტეტები თემს აქვს სხვა. რატომ? იმიტომ რომ ბუნებით ბრბო, მასა არის აგრესიული, მოდით ყვავილები დავრგოთ. ბრბოს ფსიქოლოგიას ეს ესმის, გავწვიდეთ ახლა და დავრგოთ ყვავილები არქა, მოგვიწოდოს ვიღაცამ, ხო? ეს სამაგირო დავარბიოთ, დავანგრიოთ, სისხლი ვადინოთ, მოუკლათ, დავხოცოთ, ვესროლოთ, ომიავტეხოთ. აი ეს ხო ბრბოს ფსიქოლოგია. შევცვალოთ ესე. ხო, ნუ შევცვალოთ, ლამაზ-ლამაზ სიტყვებით შევფუთოთ. ასე ბატონო ეს არა, ბევრი ხალხის ერთად ყოფნა ზოგჯერ კარგი რაღაცაც მოაქვს ხო? ეს არის ხალხი. ხო. ხალხი და ბრბო განსხვავდება ერთმანეთისგან. ესა ეგზალტირებული მასა, რომელსაც გონია არ მოეთხოვება. ხალხი დიადი სიტყვაა. ხალხი 9 აპრილს ვიდექით. კაცმა რო თქვას არა და რა ვიცი მე. ესა ეგზალტირებული მასა. ხო და ჩვენს ხელისუფლებასაც უმართლებს რომ ხალხი ვართ ალბათ და არა ბრბო. რა თქმა უნდა. მე ბრბო სხვანაირად მესმის რა მოკლედ. მოკლედ რომ დავაკვირდეთ ესე იგი ამ ექსტრემალურ სიტუაციაში გამოჩნდა ვინ არის. ესაა აგრესიული ვანდალი, ესაა პიროვნება, რომლის ხვედრიც არის მარტოობა. გამორჩეული ადამიანების მარტოობა ვაჟას პოემების კიდე ერთი მიმართულება ეს გველის მჭამელშია გადასარევად გაკეთებული. აი გალაქტიონი ამბობდა წუხვარ ერთადერთი ვარ და ზეცაზე წერია ჩემი გზა და სავალი ლალის კართაგენები. აი დავაკვირდეთ ეს ლალის კართაგენების სიარული ძნელია, იმიტომ რომ შენ მაინც ადამიანების ნაწილი ხარ, ხო? ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ პეიზაჟის თუნდაც
რაღაცა და იქ ტკივა შენი მარტოობა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გიწევს გული ამ ადამიანებისკენ, აი ჯემალ ქარჩხაძეს აქვს ძალიან კარგად იგიში ეს გაკეთებული. გინდა რომ მათნაირი იყო ხანდახან იმდენად შემაწუხებელია ეს მარტოსულობა. აი რატომ იკლავს თავს აღაზა? კი. გვიფიქრია რა იყო ეს მისთვის მკვლელობა. იმიტომ რომ არავინ არ უთხრა რომ მოიკლა თავი. იმიტომ რომ ქისტეჭი ჩემი ერთგული, კენჭიც კი აღარ არის, რისთვის ვიწყო, ხო? საერთოდ აღაზაზე საკუთარი შინაგანი ხმაც ეწინააღმდეგება. თავისი თავიც ძველი აღაზა. ძველი აღაზა. აქ არის აი საოცრება, საერთოდ სიკვდილით დასჯის რიტუალი. რამდენი ისაა ქვაშას იცით? სანამ გადავალთ სიკვდილით დასჯის რიტუალზე დაწვრილებით მინდა რომ ვილაპარაკოთ, ერთი ასეთი უხერხული კითხვა მაქვს, მაგრამ თქვენაირი ქართულის მასწავლებელთან არ შემეშინდებოდა ამის დასმა. მე მეჩვენება რომ აღაზას კიდევაც მოეწონა კი არა ცოტა შეუყვარდა კიდეც სვიადაური. არაფერი ტრაგედია არ არის მაგაში ასეც რო იყოს. ამის გამო ჩემი ქართულის მასწავლებელი კუთხეში დამახინებდა. ჩემი ქართულის მასწავლებელი დამიწუნებდა აღზრდას პირველ რიგში. აღზრდას და სხვაგან წაიყვანდა სხვა მიმართულებით საუბარს. ეხლა პირდაპირ რო გითხრათ, თქვენ ალბათ გულისხმობთ ზვიადაურის დატირების მომენტს. დატირების ხო ეს და მე და მანამდე კიდე ნეტავი მომცა ცულიო და რაღაც. ეს მოდით ნუ აქაც ენერგეტიკის დონეზე თავიდან ხალია აღაზა და მაინც და მაინც ვნებისგან დაცლილი ხალი უნდა იყოს, რომელიც სიბრძნეებს ისურის კაცმოყვარეობაზე. აღაზა გულია პირველ რიგში. ხო? და რა მოხდა თუ ჩვენ შეგვიძლია მოგვეწონოს რომელიმე პერსონაჟი და გვიყვარდეს კიდევაც? ხო? მაგალითად ჩემმა გოგოებმა შარშანწინ კინახამ აი თქვენს იმასაც თქვი შვილზე. დაიტირეს კინახამ დაყვნენ გიორგი პირველის სიკვდილს, იმიტომ რომ ყველა იყო შეყვარებული გიორგი პირველზე. ხო? ნუ ყავდეს ამ ქალს თუ ასია გაცნობიერებული მაგას ეს არ აქვს მას ეს არ აქვს გაცნობიერებული მაგრამ ყავდეს ასე ვთქვათ ოცნების ზვიადაური რატო უშლით რატომ უნდა დავინახოთ ამის საშინელება მე ვიფიქრე მე ხო არ წავიკითხე ცოტა არაფერი ხო არაფერი ტრაგედია ამაში არ არის რას ამბობთ ტრაგედია არა მაგრამ ესეც მაინც ჩვენი კულტურისთვის არ არის არც პროზაში არ ვართ ამას მიჩვეული და ამ ხაზს ნაკლებად ანვითარებს ვაშში ხო ნაკლებად ანვითარებს მაგრამ მაინც თვალში ხდება კი სხვა კაცის ტირი. თან მithumetes ფაში ცოტა საკუთარი ქრისტირილიც კი. ბოლოს თვითკლობის წინ უცხო კაცისა მოზარევთ ხევსურთ მოგიკლეს ქმარია წადი იტირე აღაზა სამარის მიაბარია რაღაცა სინანული გაკრთება თითქოს მაგრამ ამ უცხო კაცის მოზარე აღაზას ქმარმა ისეთი სიტყვები უთხრა მე მგონი 22 საუკუნეში წანატრელია ჩვენი ნორვეგიელი პროფესორი რო არ ეტყვის თავის ცოლს ლიბერალურ საზოგადოებაში აბა იმიტომ იტირე მადლი გიქნია ხო იტირე მადლი გიქნია მე რა გამგევარ მაგისა ერთი მასე მინდა შევაჩერო კიდე ყურადღება იცით კი და ეს სიკვდილით დასჯის სცენები ხო სიკვდილით დასჯის სცენა სიკვდილი როგორც სანახაობა ну არაერთხელ მინახავს და აღწერილა და საერთოდ აი ეს რიტუალური მკვლელობა როგორც სანახაობა დილა უთენია ულამაზესი დილა თენდება წვარია ჯერ კიდევ ბალახზე მზეჯერ არ ამოსულიყო წვარს ჯერ ბალახზე ეძინარდა ებერა ნიავსა და ურიცხვი ქალი და კაცი ჭალაზე შემოეფინა რატო გამოცივდნენ? რატო დატოვეს ფილოლოგინები ქალებმა, კაი კაცები ჯოღოლასთან მიცივდნენ და ზვიადაური გაკოჭეს და წამოიყვანეს. რა უნდა თამათ? სანახაობა. და ეგ ძალიან საინტერესოა, მოყავდა ზვიადაური ხელშაკონილი გროვას, აიქეთი რატომ არ არის ეს ხალხი და რატოა ბრბოდა მასა გროვა უწოდა კაცმა, გროვა. ყველას უხარის მის მოკლა, ანუ ვინდა იწყებს გლოვასა. ეს ძალიან მაგარი სიტყვები ახლა რომ მოდის. სიკვდილი ყველას გვაშინებს. სხვას მოკლენ, ცქერა გწადიან. კაცი ვერ გწნობენ ბევრჯერ. თუ რამდენ ცოდვას ჩადიან. როცა ყველა მგზავრთათვის ინთქმება, როცა იძირვის გემია და ყველანი სიკვდილი შვილები
რატო გადაგიქცევია სანახაობად? დღევანდელი პრობლემა არ არის ეს. კი. ნიუსები. არიქა, რა და შეიძლება მეტი. რიტუალური მკვლელობაც აი ხა ბოლოს რო წავიკითხე, მე და თქვენ რომ ვილაპარაკეთ, შევთანხმდით რომ სტუმარ მასპინძელზე უნდა გველაპარაკა და აი რიტუალურ მკვლელობაზე, ზოგადად ტრადიციებზე, რაღაც წესებზე, რომელიც ადამიანის ტვინში იხარშება. ზუსტად ცოტა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა, რომ პუტინმა თავისი ოპონენტი მოკლა ეკვადორული ბაყაყი შხამით. ეხლა რა მკვლელს ვერ იპოვიდა თუ რა, მაგრამ აი რაღაცა აი ეს ესეც არის როგორც ეკლესიაში ციანიდით მოწამლა იყო ხოლმე თითქანვე რაღაცა თავის წესი რო აქვს თვითონ მკვლელობასაც რაღაც თავის კონსტიტუცია რო ექნება რომ ეს ასე და ასე ცინიზმი. კი. ხო და ეხლაც ასე სანახაობა მას შემდეგ რაც პირველმა ველურმა გაუქანა ქვა და ესროლა მეორე ველურს პირველი სისხლი მაშინ დაიღვარა ალბათ და ეს მკვლელობათა უშველებელი წიგნის ფურცლები სისხლიანი ასოები ძალიან მეტაფორულად კი ვლაპარაკობ, მაგრამ რა მოხდა? მეტაფორა ყოველთვის. გულით ხო არ შევსებულა ჯერ გძელდება და გძელდება იმ ქვის ხანიდან ხო უნდა გამოხვიდე ადამიანი. კი და ჯავახიშვილის ეშმაკის ქვის მერე კიდევ რო ეს ამიტომ მე მაქვს ესეთი წესი Facebook-ზე მაგალითად ჩემთვის და მე და ჩემი შვილი რომელიც ასევე თქვენი მოასწავლია და სიგიჟემდე უყვარხართ უნდა გადმომეცა ეს თქვენთვის დამაბარა. სულა თუ ხედავ რომ აი თუნდაც ყველაზე ჩემთვის საძულელ ადამიანს იმიტომ რომ წამართვა მომავალი მე და ჩემ შვილს თქვათ ასეთი ადამიანი ხედავ რომ იჩაგრება აი სადაც 1000 კაცი შეურაცხყოფს არასოდეს 1000 მე-1 ქვით მე იქ არ მივალ ეს ჩემი წესია რა ის აი თუ ყველა ლანძღავს და ის ახლა მე რო კიდე მივეშველო ჩემი დამოკიდებულება რა თქმა უნდა მექნება მაგრამ აი რაღაცნაირად ჩემ თავს ყოველთვის ვეუბნები რომ ეს ბრაზი ამ დროს რო შეიკავო შეიძლება კარგი ენერგია იყოს იცით რა კეთი მაგ ეშმაკის ქვაში რაც ხდება დაახლოებით ის ხდება სტუმარ მასპინძელში ქისტეთის თემზე აი ჩვენ აი ყველაში ჩაკლულია შეიძლება ეს ბავშვი ნუკრის თვალებით მით მიმოზებით galaktioni რო იტყვის ხო როცა ამ წამებას ნუ გავყვებით ახლა აწამეს და მოკლეს და ვერ დაიმონეს ვიადაური მაგრამ ესეც როგორი წარმოუდგენელი ამბავია ისე ორი სიტყვით ვთქვათ რომ ვერ დაგიმონ რამხელა შინაგანი ძალა ჭირდება თეორიულადაც კი ვერ წარმომიდგენია რომ აი არ გატყდე აგონიაშიც კი ხო იყო რეპრესიების დროს ესეთი ადამიანები ხო იყვნენ. ხო და აი როცა ქისტები ეშვებიან თავქვე ჩემოდიან ეს რაღაცას ნიშნავს მაინც ეგზალტაციის პიკიდან ასე ვთქვათ, წვერვალიდან, ხო? შემდეგ იწყება რაღაცა მათ შორის შიგნით, როცა გადაიარა ამ ატავისტურმა ინსტინქტმა და ვერ აისრულეს წადილი სრულიად მოულოდნელი ფიქრით ჩდება. აი აქაა ზუსტად ადამიანის პოტენცია, ნახეთ, ჩადებული, სიკეთის მარცვალი. კარგი ვაჟკაცი იყო, ყველა ალახსა ფიცავდა. მიტომაც ვებხვებგებძოდა თავის მიწაწყალს იცავდა. მაგრამ არ გავყვეთა ხლომხას. არა, ჩვენ კი არა. ეს ქისტები თითქოს შეთანხმდნენ. მაგრამ ტერსტულად მოექცე თვითონ უფალმა ბრძანა, სად ბრძანა, რა ბრძანა, ეს არ გვაინტერესებს ბრძანა ჯულის განონის მიხედვითო. იგივე ხდება ეშმაკის ქვაში თქვენ თუ გახსოვთ, როდესაც ბურბომ აისრულა ეს წადილი და ჩაქოლეს ის მგლის ლეკვი ქვია იმას დათა, ხო? ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებენ. ანუ ხდება აი მასის ბურბოს ინდივიდუალიზაცია მერე უკვე და ერთ-ერთი მათგანი კი სინანულში კვდება ეს ასოფიო. ანუ მარტო დარჩენილი შეიძლება კაცი იყო. იმათთან ერთად რო ხართ, ესა დანაშაულებრივი ერთობა, იცით? და დანაშაულებრივ ერთობაში ძალიან დიდი ის არის სიმყარე აი შექსპირის გმირებშია მაგალითად სულ მეჩვენებოდა რომ მეფე და დედოფალი ჰამლეტში სუსისინი და ჩურჩულით ლაპარაკობდნენ იმიტომ რომ დანაშაული ერთიანეთ ეს ამყარი ერთობა იმიტომ რომ ბრძოლა გადარჩა ვიღაცის სიყვარული ვიღაცის სიძულვილი უფრო ღირებულებითი ერთობა უფრო ძნელია და უფრო ინტელიგენტი ჭირდება ისეთი ინტელიგენტი როგორიცა არ ვიქნები შემცდარი თუ ვიტყვი აღაზა სულიერი
თუ შევთანხმდებით, რომ სულიერი მდგომარეობა ინტელიგენტის მიდა არა ვთქვა 17000 წიგნის საკითხვა, რომელიც მაპატიით შეიძლება ლავრენტი ბერიასაც ქონოდა საკითხული. უფრო სტალინზე ამბობ ხო კი, მაგრამ მე ვთქვია ეს სტალინზე ძალიან გავრცელებულია და მკითხველი. არშველის არა ეგ აი ქალბატონ რუსიკოსგანაც გაითვალისწინეთ რომ მარტო ეგ ხო, არშველის მარტო ეგ არშველის შენ თვითონ კარგია ხო, თუ არ მოიგე თვითონ. ხო და ეხლა რა შეეხება ამ აღაზას პროტესტს, ხო? აი რა ხდება აღაზას თვალწინ. ეხლა რაც არაერთხელ შეიძლება უნახავს კიდევაც ამ ქალს და ამ რიტუალურ რაღაც საშინელ ვანდალიზმს დასწრებია კიდევაც, ხო? უნდა დააკლან დამნაშავე მოკლულის და ხელში შეიძლება ჩაკვდომია გარშემო ხალხი. ხო, რა თქმა ანუ ეს არ არის რაღაც არა არის პრინცესად რაღაცა. გაზრდილი აი რამ გაგიჟა ესე უცებ. აი ეს პირქუში სახეები, ნუ თუ პირველად დაინახა, რა არის, საიდან მოვიდა ეს? მოდის ისევ ჯოყოლასგან, ზვიადაურისგან, ამ ორი დიდი კაცისგან. ხო? მათი ურთიერთობიდან, დობიდან, საერთოდ აღაზას ჯოყოლა სხვანაირად ექცევა, რაღაც აი მე მიკვირს თუნდაც სულ პირველად რომ გამოესაუბრება. რა ამბავია დიაცო ხმალი მინდა და ხანჯალი და ხმამაღლა ფიქრობს ცოლთან ჩუ დაიცადე, მე მგონი ჩვენი ქისტები არიან, ანუ დიალოგი, ანუ პარტნიორული ურთიერთობა და არა ის რაც მიღებული იყო თქვათ. ხო, არ არის. ეს არის რაღაცნაირად ხედვით, აი ნამდვილი სიყვარული არის ერთი მიმართულებით ყურება ეს ეგზიუპერი თქვა. მე მგონი და არა ერთმანეთის ყურება, ხო? აი ერთი ღირებულების ხალხია ესენი. ხო და შეიძლება აქედან მიიღო ეს იმპულსი. შემოგძახა მისმა კაცმა ის სტუმარს მოჭავთო კითა შეიძლება თავად შეიძლება თქვენს ბრძანეთ შეიძლება რაღაცა სხვა არის აკალური ამბავია გაუცნობიერებელი მაგრამ რომ ეგ ვაცოცხლო სხვას ყველას გავაფრთხობინო სულიო მან არჩევანი გააკეთა პიროვნებაზე შემდეგი არის რაღაცა საოცარი ეს დატირების ეპიზოდი როგორ იწყება იცით სიკვდილსა გლოვა უხდება აი კოსმოსური კანონზომიერება, ბუნების კანონზომიერება. შენ ბრბო ხარ თუ ვიღაცა ხარ, მიდიხარ ზუსტად ამის წინააღმდეგ, დაუმარხავ გვამს დასაკიჩრებულს აკდებ, რათა გაიხსნას, ხო? მეტი კი არაფერი ხდება ამ დგონეში. ხო, 14 წლის გოგო რო მიწას აყრის ძმის ხედარს და დასტირის, იმიტომ რომ სულ არ მაინტერესებს მე შენი კანონებიო მეფეს მიახალა პირდაპირ. იმიტომ რომ მე მაღალი ღმერთის კანონებს, ღმერთების კანონებს, ხო, გულის რა თქმა უნდა, გულის მე ჩემი ძმაა ეს. და არ მაინტერესებს ერთგულია მოღალატე თუ რაღაცა. არ მიმიღია შენი სიტყვა ისე ძლიერად, რომ უკვდავი ღმერთის კანონებს გადავსულიყავ, მე მოკვდავი ადამიანი. მე ვარ მართალი ეუბნება. და გავაკეთებ ამას, მაინც. ეხლა კი აქ რა ხდება? სიკვდილსა გლოვა უხდება მკვდარ-ძმას ტირილი დისაო ტყესა ხარირმის ნაფრენი ზოგჯერ ყმუილი მგლისაო ომცხინი გამარჯვებულთა და დამარცხება მტრისაო ზვიადაურსა გლოვდა ბორგვა დაოხრა წყლისაო ღრუბელთა ნამცრევი ნისლების ეს ყველაფერი ცრემლად ედინებოდა და აი ბუნება უხვად აფრქვევს ცრემლს ზვიადაურს, იმიტომ რომ ეს დაუტირებელი მკვდარი და ნაბრძანებია ღვთისაო ესეა ნათქვამი ეს ყველაფერი ნაბრძანებია ღვთისაო და წყაროს პირდაპირ დაკავშირით ებმება და წყაროს პირას დიაცი ტურფა ლამაზი ქისტისა აღაზას რომ ეს ამაყად და ეტირებია და რა კაია რომ დავიტირე და ეგეც თქვენ ქისტებო რო ეთქვა ის არ იქნებოდა მართალი. ქალი, სუსტია. ბევრი რაღაცა, ისეთი სუსტინა და ყველა ვიყოთ, მაგრამ ბევრი რაღაცა რაც აკავებს, პირველ რიგში აღსდა. ხო ისე? კი, და ეს გარშემო რო ელაპარაკება ბუნებაც, ეგეც აღზრდის გამოძახილია, რომ ეჩვენება რომ რაღაცას ამ წიაღშია გაზრდილი კაცო. ხო, ნუ ესე რომ ამაყად რო დაეტირებინა, ესეც არ იქნებოდა არჩევანი, ეს იქნებოდა ხასიათი და აქ არჩევანია. აქ არჩევანია. აი ხდება აი ზუსტად როგორც ექსტრემალურ სიტუაციაში იბადება ჯოყოლა, ნამდვილი ჯოყოლა, ასევე აღაზა. და აი ამ ექსტრემალურ სიტუაციაში აი პირადად თითქოს მისთვის აი მისი გამოჩენისთვის, მისი აღაზობისთვის მანამდე სახელი არ ვიცი ჩვენ მქალის იცით თუ მიაქციეთ ყურადღება ხო აი სახელდებულე პიროვნებაა ბატონო.
და დასტირის ეშინია ღმერთის თემის მიცვალებულთა სულების ყველაფრის აი საოცრება ეს ეპიზოდი როცა გამორგის ბის დაფეთებული და საყვედურს ეუბნებიან აღაზას გიშრის თმანიცა აი რო ეყრება ეს თმები ყველაფერი უცხოდ ხდება საკუთარი თმაც იქ დეკა ტანდაწყებილი დეკანი უნამუსო მოძახდნენ მიცვალებულთა სულებზე აღარ გეუბნები უკვე ეს არის რაღაცნაირად ხედვა, მაგრამ აი ნახეთ რა ლამაზად თქვა, ვაჟამ და ისევ გულთან მივალ მე. ეს ფიქრი გონებისა გული თავისა შვებოდა. აი ამაშია საქმე, აი გონებისა, თქვენ სწორად გვით ასე აღზარდეს. ეს იცის იმას გრძნობს. იშვიათად ასე იმარჯვებს ხოლმე გენები აღზრდაზე ზოგჯერ. გული გონებაზე. ხო, იმიტომ რომ ეს რომ მოძახის აშკარაა, რომ ეს საკუთარი თავივე საყვედურობს. ის აღაზა, რომელიც არ ყოფილა ექსტრემალურ სიტუაციაში, ის აღაზა თავაზობს. დაიბადა უკვე ალტერ ეგო. თუ რომელია ალტერ ეგო არ ვიცი. ხო, მე მგონი ნამდვილი ის არის, რასაც აი ნუ ახლა სრულიად არაჩვეულებრივი ახლა მსოფლიო ლიტერატურაში აქილევსი რო ჰექტორს დასტირის ტროას მეფესთან ერთად შვილმკვდარი მამა მიდის. ჩვენ ხონდა ხო წინა ზუსტად აქილევსის და ჰექტორის ამბავი. ხო, არ მინახავს ნამდვილად, მაგრამ აი ეს არის რაღაც უმაღლესი დონის, აქ ვთქვათ, ვეფხვი და მოყმე გვაქვს ჩვენ მართლა, აი სულის ფორმულა იქნება ვეფხის დედა. ყველა გენიალურ მწერალს შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, იმიტომ რომ მე რამდენად ვაწყდებით ხო ჩვენი არსებობის და ლიტერატურის არსებობის, მაინც ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ აი ამ ექსტრემალურ სიტუაციაში გულს დაუჯერო და არა მთელ ამ კაცობრიობის შლეიფს, ისტორიულს, ტრადიციულს და ადამიანი შეიყვარო და არა მისი რაღაცა პაკეტი, რომელიც მოყვება. რა თქმა უნდა, ხო, რომელიც გაქვს რაღაც მოცემულობა. და აი ახლა ზუსტად აი ამ გულის კარნახის გაგრძელება შემდეგ არის საოცრება. აღსარება ჯოყოლასთან, ხო? თავიდან რა ატყუებს? აი ესა ულამაზესი ტყუილი. ეხლა გამახსენდა ამ წუთში სხვათა შორის, ხო, დევმა ცოლობა მთხოვა და მთელი ამბები. ერთი თანამედროვე კი არა, ნუ მე-20 საუკუნის პოეტს ჰქონდა, მე პროზაში შემორჩა ეს კაცი, რატომღაც და არა იმდენად პოეზიის, თუმცა კაი ლექსები ჰქონდა. აღაზაზე ჰქონდა მე პატიოს ყველა ის ცრემლი, რომელიც ცოლმა ქმარს დაუმალა. კაი რაღაცა. ძალიან. არ ვიცი ოღონდ ვისია. ეს არჩილ სულაკაური იყო ესეთი პოეტი, რომელსაც აქვს შვენიერი პროზა აგრეთვე. და ლექსებიც კარგი აქვს. რატომღაც ჩამრჩა ეს აი ჩემი აღაზა ამითი გამყარდა კი. გამყარდა ბავშვობაში წავიკითხე საერთოდ პირველი წიგნი ჩემი რატომღაც ვაჟებშაველა იყო პირველ კლასში. ამასაც აქვს მნიშვნელობა თქვენ ასე რომ არა, რა თქმა უნდა, ვაჟას დამსახურება, მაგრამ აი ეს პირველი ჯადოსნური შეხება ძალიან მოქმედებს თურმე ადამიანზე და მაგრამ აი ჩემ შულს რო ასე უყვარს, თქვენ მოახერხეთ და მე თვითონაც ალბათ მიდრეკილება ქონა ამის, ვაჟაფშაველა დღემდე მისთვის არის ის რაც თან გაქვს. ეს არის დიდი ინტელექტის ადამიანები, ზვიადაურები, ჯოყოლები, ეს ალუდები, ეს ახაზა არ ვართ რო ვეძებთ ცხოვრებაში ამ ზვიადაურებს და ჯოყოლებს და ვერ პოულობთ. ამ ადლიგიაზე თქვენ ძალიან თქვენ თქვით და ასევე უნდა ვთქვა რომ აი ხა ზუსტად ძალიან მტკივნეულია და უნდა ვთქვა რომ ვისაც ვაჟა თეორიულად უყვარს და მე ითმენს ანწუხელიძეზე იმის თქმას რომ აი არ ყოფილა თურმე რაღაც პროვოკაციის აი აქაც ხო შეიძლება თქვა რომ ზვიადაური იყო პროვოკაციის ხვერპლი იმიტომ რომ იქ შევიდა და რა უნდოდა და აი ასეთი გაბანალურება და გავულგარულება როცა ცოცხალი იმის მაგივრად რომ ჩვენთან ეხლა იწერებოდეს ანწუხელიძეზე რაღაც მსგავსი რაც დარჩება საუკუნოვან ისტორიას ხდება ამის გაბიაბრუება ამ ადამიანებს საკუთარი შვილები უყვართ ვინც ასე ამბობს კი ოღონდ სხვანაირად ესმით სიყვარული არის პორშეს ყიდვა ესე ესმით ყველას სიყვარულიც ხო ადამიანის ინტელექტიდან ამოდის ანუ რაც ხარ ისე გიყვარს რომეო და ჯულიეტასაც რო გიყვარდეს ტაბუს დარღვევა უნდა შეგეძლოს და ტრადიციის და ოჯახის წინააღმდეგ წასვლის ბოდიში და ერთი ადგილი უნდა გქონდეს
ხო და ასე რომ ინდივიდი უნდა იყო რომ ყველაზე მეტად ჩვენ ხო იმის გვეშინია მეც და ალბათ თქვენზე ნამდვილად არ ვიცი ახლა მაგას ესე ვერ ვიტყვი მაგრამ მე მეშინია რომ ჩემმა მეგობრებმა ჩემმა საზოგადოებამ ჩემმა თემმა არ გამრიყოს ამის შიში ხო მაქვს არ ვიცი ექსტრემალურ სიტუაციაში რას ვიზამ ჯერ არ დამდგარა ჩემ ცხოვრებაში ეყირებულებითი კონფლიქტი მაგრამ ხო ეს შიში არსებობს და აი ამ შიშის დაძლევა არის ხო ლიტერატურის თემა ზოგადად და ყველაზე წინ დგას მაინც საკუთარი ინდივიდუალიზმი და აი ამ ინდივიდუალიზმის მაგალითებს ვაჟა გვაწვდის, გვასწავლის, მე თქვენ სკოლაში ასწავლით და მე ვიღაც ცდილობს რა ეს ჩარეცხოს აი ეს ინდივიდუალიზმი ადამიანში და თქვას რომ აი ხა გამოვაცხადეთ რომ ეს არ არის გმირობა, ასეთი საქციელები, ბარემ ვაჟაც ამოიღონ, მაგრამ იმის იმედი აქვს რომ ვაჟა და ილიას ზედაპირულად ვისწავლით. აი როგორც მე მასწავლეს, ისე დაუბრუნდებიან ისეთ სწავლებას, რომ ბუნებისა და ადამიანის ერთობა. ბუნებისა და ადამიანის ერთობა. და ვაჟას წერილებში როგორც ჩანს კიდე რომ აი ეს მისი გარეგნობა არის აბსოლუტური სტერეოტიპი. ვაჟა ძალიან კარგად აქ ნათქვამი. გაუნათლებელ ადამიანს არ უყვარს თავისუფლება, ეზიზღება. აი ეს პირდაპირ ხო? კი. და არ შეიძლება ეს თავისუფალი აზროვნება ახლა. იმიტომ რომ თავისუფლება გულისხმობს რომ არჩევანი შენით უნდა გააკეთო. პასუხისგებლობა უნდა იყოს. პასუხისგებლობა ეს და უფალი უნდა იყოს თავის შენ. და მეორე აი ორნაირი თავისუფლებაა, ამბობს ერთი თავისუფლება შენთვის, ესა ეგოისტური და რა კარგი სიტყვა აქვს მონახული, იცი? ავაზაკური თავისუფლება, სხვას რო დაცებ. და მეორეა სხვებისთვის რო გინდა, სხვებისთვისაც ეს თავისუფლება. კი. სხვასაც რო ანიჭებ იგივე თავისუფლებას და გვიწერია ეგ პრინციპში კონსტიტუციაში ჩვენ. რა თქმა უნდა. მაგრამ არ ვასრულებთ და ძალიან ჭირს ხო თავისუფლება ძალიან რთული ყო. იცით რა არის კონსტიტუციაში. ერთი ძალიან კარგი გუშინ წინაც გავიხსენე ბოდიში ხმეც გადაუხვევ ცოტა თავისუფლებაზე ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობრები რაღაც დაბრუნე სამზარეულო შეკრებები და ერთი ძალიან ცნობილი მესიჯი დამამახსოვრდა ძველი წლებიდან. ცოტა ისე წერია არანორმატიული ლექსიკით, მაგრამ მე შევალამაზებ. აი დაშორდა ადამიანს რომელთანაც დიდი ხანი უნდოდა დაშორება. ერთ კაცს. ნუ აი ვერაფრით ვერ თავისუფლდებოდა და როგორც იქნა მიეცა ამაზე თანხმობა და მეგობარს მიწერა მე. აი ახლა ვარ თავისუფალი. და რა საწავიღო ეს თავისუფლება არ ვიციო. ანუ როცა მოგეცემა ეს თავისუფლება, რა ჩვენ ქვეყანასაც მიეცა, ხო? და ინდივიდუალითაც რომ მე ვიღებთ პასუხისგებლობას, აი ჩვენი არჩევანი რა არის, იმიტომ რომ თავისუფლება არჩევანის თავისუფლებასაც გულისხმობს, შენ რას გადაწყვეტ, ისე ბრბო იყო. ჯოყოლასნაირი გახდე, ალუდასნაირი გახდე თუ აღაზა იყო თუ ის რაღაც ქალი რომელიც რა ვიცი როგორც გადამიწყვეტთ ისე ვიზა. მე ხო უფრო ადვილია, ხო ვითომ რთულია, მაგრამ სინამდვილეში არჩევანის გადაბარება სხვისთვის არის ძალიან ადვილი. კი ბატონო, ეს არის ზუსტად ეს. უკიდურესად რომ დავღლილ ვარ, აი უკიდურესად ან სასოწარკვეთილებაში ყოფილ ვარ და მინატრია წამიერად სისუსტეში რომ ნეტა ეხა ჩემს მაგიროთ ამას ვინმე მოაგვარებდეს, მაშინ ხვდები სად არის აი ეგ ცდუნება, რომ ვიღაცამ გადაგიწყვიტოს. მიბრძანოს ვიღაცამ და გავაკეთებ. აი როგორ რა ვქნა რომელი ახლა გამოსავალ მიბრძანოს და გავაკეთებ რა ვქნა ადრე იყო ესე ბრძენთან წავიდა საკითხო და ეს ბრძენი ის ბრძენი კაცი მითხარით ვინ არის ეგ ბრძენები ჩვენთან ხო გახსოვთ 90-იანებში ვინც იყო ჭუბი რო ხდებოდა ქურთანასვლა ნუ თემშიც იყო ეს გვაქვს ესეც ლიტერატურაში უხუცესთან და მახვთან და ხევისბერთან მისვლები და იმან რო უნდა გადაწყვიტოს არ ვიცი ხო ძალიან ვიცი და აი რა ვიცი მე ახლა თვითონ აი სტუმარ მასპინძლის ფინალი მე პირადად გამაწყობს ძალიან ოპტიმისტურად. კი. მიუხედავად მეგონი ჩვენ გვაჩუქა რომ თავები არ დავიხოცო. ალბათ რო არ გადავცვიდეთ მდინარეში ან გადავცვიდეთ იგაც არაუშავს. მაინც კლავს სტოვებ მე ვბრუნდებით. ხო მართლა იუმორით კითხვით მაგრამ არის ამაში მარცვალი. აი წარმოიდგინე მარტო დარჩენილი ქალი ხო? კენჭიც კი აღარ არის ექსტეჩი ჩემი ერთგული და ამხელა ტკივილი დგანდგარებს არემარეო ლაშდაღრენილი სასტიკი შავი ხეობა მძვინვარებს ნუ საოცარი სახე ბნელეთი უბსკრული საშინელება დევების თავშესაფარი და წყალმა წაიღო აღაზა ლამსა და ქვიშა შარი
აი რა ვიცი მე მგონი ოფელია სიკვდილია ასევე ეფექტურია რა მდინარეს უერთდება ყვავილებით სიმღერით ამ ელსინორას სიბინძურიდან გაქცეული და თან ეს ხმები და გაგიჟება ეს ძალიან მსგავსი ეს არის აბსოლუტურად ჩადებული სიბრძნე უზარმაზარი სიბრძნე იმ სიგიჟეში რა თქმა უნდა ხან იებს უძღვნის ჰამლეტს ხან თოვლივით ეთსუდარაში ჩვენ იქ გამოვახვიეთ იქ მამის სიკვდილი და აღაზას გზაც ასეთია აღაზას გზაც ასეთია რა ჩაესმის ეს საყვედურები ესეც არის სიგიჟესთან მისული კონდიცია და ამ სამყაროში ალბათ მხოლოდ ეგ შეიძლება ნორმა ჩაითვალოს უნდა გაგიჟდე ამ ყველაფრის ყურები დარჩა მარტო მოდი ასე ვთქვა და ქალია ბოლომდე ქალად დარჩა ხო არ ვიცი ჯოყოლა მოიკლავდა თავს პირიქით რომ მომხდარიყო აი ხო ხედავთ ვერ ალბათ ვიცი არ ამგონია ხო აი მაშინ ეს საქმე რომ მარტო დარჩა და აი ეს ინტელექტუალური ტვირთი აი გავიბრანჯები და ვიტყვი ამ ფრაზას ხო რომელიც აწევს ჯოყოლებს ახაზებს თქვათ იგივე ალუდას ძნელი საზიდია მარტო ქალისთვის ეს მით უმეტეს ამაზე მძიმე ტვირთი მე მგონი არც არსებობს როცა რაღაცა უნდა ათრიო ხო ათრიო ხო აი მით უმეტეს თუ ინტელექტუალური ესე იგი შეგაწუხებს აუცილებლად თავის თავად განსხვავებულობა ხო მე ხო გითხართ აი გალაქტიონს წუხვარ ერთადერთი ვარ ერთად რატო მოხდა ეს სიტყვები როცა თქვა შეიძლება პოეზიის მეფეთ იყავე გამოცხადებული ხო იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მეფე მარტოსული რა არის სხვა მარტოსულობა არის ზუსტად ეს სულიერი მარტოობა ინტელექტუალური მარტოობა განვითარებული შენ ვიღაცა მასაბრో ჯოჯო რა ვიცი მე როგორც ლიას ტურუაც იტყო და ხალხიც სავსე სიმარტოვეში შეიძლება იყო თავის ლექსებს თვითონ წაიკითხავენ ხოლმე კარგია საშიშები არიან ვაჟას გმირები ჯერთი იმიტომ რომ ქარიზმატულები არიან მე რაღაცა რჩება მაგათგან და მე შენს ამ კომფორტულ დანაშაულებრივ კრიმინალურად რაც გინდა დაარქვით ერთობას პოპს ეს ინდივიდები დისონანსი შემოაქვს ინდივიდს ყოველთვის ისევე როგორც აი აქამდე ქონდა კენკიზის ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინდა იქაც აი ეს როგორ უხერხულად ეცინებათ მაგათად ადამიანებს სიმართლეს როცა ამბობს ვიღაც ხო აი კრებაზე მინახავს ხოლმე პრეს კონფერენციებზე რაღაცას ვიღაც რო ადგება და რაღაც დაუგეგმავს ამბობს აი ეს პატარა აქტიცკი ამოვარდნილი რაღაც იმიდან ალაფურშეტისა და რეგლამენტიდან და ალაფურშეტიდან ამოვარდნილი ერთი წინადადებაც კი როგორ უხერხულობას იწვევს და ხა მით უმეტეს როცა ესეთი დიდი ინდივიდუალური განაცხადი გაქვს ხო რომ არა მე არ ვომორჩილები ჩვენს ტრადიციებს წესებს და არ მომწონს და მე დაუბრუნდები არც საკუთარ აღზრდას ძალიან დიდი ხიფათია რომ მე დაუბრუნდები ამის და კიდევ აი გურამ სააქტო ჩენაშვილს ერთი პატარა ბალახისფერი კაცია სამოსელ პირველში ნუ განსხვავებული კაცი ნუ გააგდეს მე დაზდევენ მოსაკლავად იმიტომ რომ მწვანეა ეს კაცი და არ გავსხვებს ნახა არ მოყვები ამას მე ბრძენი კარაველი მოიყვანეს ეს აიდეოლოგიური ის ეთყობა მაგათი ლიდერი და ერთმა ბალახისფერმა კაცმა რო ასე გაგაგიშათ თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა რომ მოსულიყო ორი ბალახისფერი კაცი ამათ ორი ალუდასი ეშინიათ იმის ეშინიათ მე და თქვენაც ერთ დღეს ალუდებად არ ვიქცეთ ხო აი ეშინია ბრბოს ინდივიდის და აი ესა სხვები მიგაზავენ ძალიან დიდი ნებელობა აქვს ჯოყოლასაც აღაზასაც და თან ძალიან მიმზიდველი და ლამაზია როგორც კი ბრუნდევნო თუნდაც ის ბავშვები რომელზეც თქვენ ძალიან ვრცლად ისაუბრეთ დასაწყისში აი ამ ბავშვებიდან შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც ვინც მიჩვეულია შეიძლება
ისეთ ყოფას რაშიც იზრდება, მაგრამ აღაზა მოეწონოს, რა თქმა ჯოყოლა უნდა. მოეწონოს, რა ზვია თქმა დაური და უნდა. ესეც საშიშროებაა. ესეც საშიშროებაა და აზროვნების ჭკუაზე პროცესში გადაიყვანა აზროვნების პროცესში შესული ხალხი ყოველთვის საშიშია, ამიტომ ეს კეთილშობილი ბოროტე, ერთი მომბოხეები, დიდი- მატრაგვეცები ამათი ამიტომ შეიძლება ბოროტების ეს დიდი სისტემა ყოველთვის გთავაზობს პატარ-პატარა ბოდვით სისტემებს, რაშიც უნდა ჩაეწერო და მაგაში სწორედ წავედით. აბსოლუტურად ერზაც კულტურული კოდები, რაღაცნაირი წესები, ტრადიციები, რომელიც სინამდვილეში არც არის ჩვენი ტრადიციები, ბევრი ჩვენი არ არის ეს. რა მოხვეულია ბოლო 100 წლის თავზე და ერთხელ 90-იანებში გასვენებაში შევესწარი, კამაც ბანანი უნდა იდოს თუ არა მიცვალებულის თავთან და შევერჭერი ამ ქალებს, რომ აი ეს სად ეწერა, ან რო უნდა იდოს, ან არ იდოს, აი რას ეყრდნობა მთელი ეს წარმოდგენები ტრადიციებზე. ლიტერატურას მიმითითეთ, ლიტერატურას მითითებული. მაგრამ მე ნუ ხვდები ეხლა ხო თან პროპაგანდას რომ სწავლობ, ვკითხულობ, რომ მე შეიარაღებული ვიყო, ხვდები რომ ეს არის აი შერეკო ადამიანები ბოდვაში, რათა გამოიყვანო აზროვნებიდან. იმიტომ რომ ეს გულიც მაინც რაც არ უნდა გული ვეწახოთ, ეს მოდის ინტელექტიდან და აზროვნებიდან, უბრალოდ ემოციური ინტელექტი. ემოციური და ემოციაში ვერ ისეთ ლიტერატურა მაგალითად ვკითხულობთ წიგნებს რაღაც მეცნიერულ ლიტერატურას ვიცით ეს ბოლოს ფსიქოლოგია, ინდივიდი, რაღაცა მე პირადად ბევრი ამ კუთხით წაკითხული. რა არის იცით ეს ემოციური ინტელექტი სულ სხვა რაღაცაა, ლექსად სხვანაირად გეუბნება ეს კაცი და გულს გიხეთქავს ხანდახან ხო აი როცა თქვათ იმ კლდის თავსა და ჯოყოლა მოკლეს ხელსუფთა ბრძოლაში ღამ-ღამ ხედავენ სურათსა ზვავისგან ნაგალს გორაშია ესე იწყება ეს ბოლო ხედავენ სურათს აი რა არის ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი მთელი სოფელი ხედავენ კლდის თავს წარდგება ჯოყოლა სასაფლაოსკენ იძახებს ვია დაურო ძმობილო რა და მაჩვენებ შენ სახეს და მერე უკვე და ნუ მოკლავთ რადგან მაინც ვერ მოკლავთ ვერ მოკლავ იმას რაც და აი ხსოვნისაც ამიტო ეშინიათ მე სხვა შორის ვაჟა გულუბრყვილო ოპტიმიზმის არ ამთავრებს ნახეთ როგორ არის ხოლო მდინარის ხმა ისმის დაბლა მიქანავს ხველითა ეს ერთი მხარე და უფსკროს დასცეს პირიმზე მოღერებული სყელით აი საყვარელი სიტყვა მოწებნა აი ეს ფერადოვნება პირიმზის სიშავე უფსკრულის ლაშდაღრენილი სასტიკი შავი ხეობის აი ესა ზუსტად ეს კონტრასტი გიჩვენა და გითხრა აბატონო აი რჩი ადამიანო გინდა ეს კი ბატონო კაი ბიჭი იქნები მე რა მოხდება მე არ ვიცი ხო არ გინდა ეს გზაგელის მაგრამ ძალიან ლამაზი და კარგი რჩები და ბოლოს ყველანი სიკვდილის შვილები ვართ ხო მუსაც მოკვდება ვიღაცა მოკლავს კი აი ერთ ძალიან ცნობილ ფსიქოლოგთან ქონდა ერთხელ გასაუბრება ანტიგონეზე ვესაუბრებოდი ზუსტად და გმირობას წარმოშობს მათ შორის ის რომ ვიცით რომ ყველანი მოუკვდებით ყველანი მაგრამ ვიღაცა ირჩევს ამას უფრო ადრე და უფრო ლამაზად მაგრამ აი რო იყოს ასე რომ ვიღაცები საერთოდ არ მოკვდებიან მაშინ საერთოდ შეიცვლებოდა ქცევის და აზროვნების პარადიგმა სამყარო და აი მე უკვე კიდე უფრო იშვიათ იქნებოდა რომ ვიღაცა საერთოდ გამოეცალოს ამ ამბავს რადგან ყველა მოკვდავი ვართ და გვაქვს ასეთი ლიტერატურა საამაყო ჩემთვის დღემდე გამოუცნობა ამოცანა და წუხილად რჩება ვაჟა ყველა ქართველზე არ მაქვს მე ეს დამოკიდებულება რომ აი ნებისმიერი ქართველი მწერალი რომ აიღო გადათარგმნო მარკესივით და მისავით გაისვრის და ცნობილი გახდება მაგრამ ვაჟაში არის აბსოლუტურად ესეთი ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სევდა ესა ზოგად საკაცობრიო საერთოდ სადღეგრძელო სიტყვათა ალამის ქცეული ზოგად საკაცობრიო თქვენი მდენი პარალელი მოიყვანეთ თუნდაც სოფლიო ლიტერატურიდან რომ რატო არ შეიძლება მათ მოიყვანო ჩვენი ვაჟას პარალელი თქვათ საერთაშორის ვინც იცნობს ეს ინტელექტუალური უცხოელები კი ძალიანაც მაგრამ მის მიუხედავად რომ ენას უწუნებდა ფშაველსა
ხო, ზუსტად ეგრე ექცევა. მაინც ეტყობა თვითონ ქართულად კიდე სხვანაირად კეთილხმოვანია და თარგმანში აი ეს რაღაცა კიდე ჯადოსნური მელოდიკაც შეიძლება იკარგება. ან ჯერ არ გამოჩნდა თარგმნის ზვიადაური და თარგმნის. იცით რომ თარგმნელი უნდა იყოს თითქმის თანაბარი პოეტის. მე მოფიქრებული მაქვს როგორი უნდა იყოს. დედა უნდა ყავდეს ქართველი და მამა უცხოელი და გადათარგმნი. და ორივე ენა ეცოდეს კარგად. ხო. კი, აი ესეთი უნდა მოვძებნოთ ვინმე. თარგმნილია, რა თქმა უნდა, უცხო ენაზე და 2018 წლიდან მოყოლებული ბევრი რამე ითარგმნებოდა. ეს პროცესი ჩაიშალა ხალხო თუ გაინტერესებდათ. ვინც ამაყობთ ვაჟათი ილიათი, სწორედ ამ ვაჟას და ილიას გვართმევენ დღესაც და უნდა შევინარჩუნოთ, ხსოვნა შევინახოთ, დავიბრუნოთ და არ ვთქვათ, რომ სულელი იყო ზვიადაური და მე არ დაასკვნას ეს თანამედროვე ბავშვმა, რომ აი ესენი იყვნენ სულელები რა დაეტიე შენ ტყავში. აი ეს პათოსი არ ბავშვები არაფერსაც არ ბავშვები არა, რო გაიზრდებიან მე ხდება ხოლმე. ხო. რაღაც თორე ბავშვები დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კარგი ესეც ხო გვინახავს ლიტერატურაში. თავიდან არავინ იბადება ახლა ჰიტლერად. მე ხდება რა ვიცი, ჩაკვდა დიდი პოეტი ალბათ სტალინში. სტალინში მე მგონი დიდი პოეტი რო ყოფილიყო ბევრ ამის გადავრჩებოდით სინამდვილეში. კი. და ჰიტლერში დიდი მხატვარი. აი ეს არის უნიჭობის ვარძგა ეფუშქნა კოკორიკა და ხო და იასაი. მოკლედ მინდა რომ დიდი მადლობა გითხრათ ამ შესანიშნავი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი. შევატყვი რომ არ გიყვართ, არც ერთ ნიჭიერ პროფესიონალ ადამიანს არ უყვარს ასე პირდაპირ ვაქებენ. მაინც ყველას ურჩევნია რომ საქმე მისმან წარმოაჩინოს და თქვენ მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ დაგვაკლდა ჩვენ ასეთი ქართულის გაკვეთილები თავის დროზე. რაღაც პრობლემას ამაშიც ვხედავ. ის რომ ასე ადვილად ტყუდება ტელევიზორით ადამიანი დღეს, ასე ადვილად ეს მაინც მოდის ბავშვობის ზედაპირულად მასწავლი. ნუ ვერე ვინც მოვინდომეთ რომ გავქცეოდით ჩვენი ქართულის მასწავლებლებს გავეკეცით, მაგრამ ესეც ინდივიდუალურ იმაზეა, ნებაზე გადავწყვიტე რომ კაი მოდი თავიდან წავიკითხოთ ყველაფერი. ამიტომ იყო რომ თავის დროზე ძალიან მინდოდა ჩემ შვილს ქართული ესწავლა სწორად და ამიტომ დღეს რომ ის არის თავისი ღირებულებების ადამიანი და არა კომფორტის ამისთვის დიდი მადლობა თქვენ მათ შორის ოჯახის წევრებთან ვერ იქნებოდა და ასევე დიდი მადლობა ჩვენს ერთგულმსმენელებს მე იმედი მაქვს რომ ხვალ მთელი თქვენი ბევრი თაობა სკოლაში ვისაც ასწავლიდით, ვისაც ასე ძალიან უყვარხართ, ვიცით ჩვენ ასეთი ძალიან ბევრი ადამიანი, შემოგვეხმიანებიან, ხვალ ძალიან გაუხარდება წინასწარვით, ძალიან გაუხარდება საყვარელ რუსიკო მასწავლებელს რო ნახავენ და თან ასეთ ტექსტზე ვისაუბრეთ. დიდი მადლობა, იმედი მაქვს ჩემთან კიდევ მოხვალთ, იმიტომ რომ ქართულში მადლობა ღმერთს ტექსტი ბევრი გვაქვს. ტექსტი კი გვაქვს ბევრი. მე დიდად არ მიყვარს სატელევიზიო გამოსვლები. ვიცი და მე თქვენ დიდი ხანი მახვეწნინეთ, ესეც უნდა ვთქვათ. მოწაფეებთან ვიჭდები მარტო ინტერვიუთა ცალომე არაშბალსთან ვიჭექი რაღაც ინტერვიუში. ნუ რაღაც დავსუკავებ ხოლმე. დღევანდელ გაკვეთილს თინას უძღვნი. გადაეცი. გაკვეთილი. კი, ჭრალებში რა თქმა უნდა. ხო. და ვიცი, დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. დიდი მადლობა, მაგრამ ცოტა ესეც არის, აი თქვენ რო არ გიყვართ, არ უყვარს. ხა, მაგრამ ესეც ხო ეგოიზმია. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ არის რაღაც იქ რაღაცას კიდევ იქეთ დავაკლებ. 90-იანებში დავიწყე სკოლაში მუშაობა. და ეს იყო აი აბსოლუტურად შეგნებით გადადგმული არა ეგოისტური ნაბიჯი, იმიტომ რომ მე უნდა წავიდე ბავშვებთან გადავწყვეტე. საყვარელი წიგნი არის თამაში ჭვავის ხანაში. რა დავფიქრდი რატო ამ ხელახალმა რას ავიჩემე ეს. აი ჩემი ჭვავის ხანაში თამაში გრძელდება ხან ვაჟათი, ხან ილიათი, ხან თუნდაც თქვენთან ჯდომით. ეს არის ბავშვებისთვის ყველაფერი და ესა ანი და ხოე ჩვენი ცხოვრების. ძალიან დიდი მადლობა. ცნობის მოყარე ბალღები კარებში.
კი, ბავშვობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება ცნობის მოყვარეობა. გუშინ ვამბობდით მე და ჩემი მეგობარი, მგონი დავბერდი მეთქი, აღარაფერი არ მეკვირს, რაც ხდება. უკვე ყველაფერი მოსალოდნელია ჩემთვის და ეს არის ჩემი აზრით და ეს მინდა რომ ჩემში გავაქრო, კი. მინდა რომ კიდევ რაღაცები გამიკვირდეს და ცნობის მოყვარეობა ჯერ მაქვს. ძალიან დიდი, ასე რომ ამის იმედზე ვარ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მსმენელს. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ყველაფერი კარგად იქნება. ისე არ ვამბობ. ეს ძალიან გჭირდება. არა, გჭირდება, ისედაც გჭირდება. ყველაფერს აქვს თავისი. მე გადავწყვიტე, მოვიწყო ასეთი თერაპია, რომ ვინც ამას მეუბნება, YouTube-დანაც მათ შორის ვუსმენ ხოლმე მაგალითად პოდკასტებს, სადაც წინასწარმეტყველებენ ცივილიზაციის გამარჯვებას, ანტიცივილიზაციის დამარცხებას. ეს გჭირდება ახლა, რომ ბრძოლის უნარიანი ვიყო. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ სპონსორს თისწყალს. საქართველოს უნივერსიტეტს ჩვენი სპონსორებისთვის მათ გარეშე ვერ შედგებოდა ჩვენი პოდკასტი. ინოვაცია ხდება იქ, სადაც ერთმანეთს ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა ხდება. გამოიწერეთ ჩვენი არხი და გელოდებით შემდეგ ხუთშაბათს.